მე იზღა დამჩენია ჩემო საყვარელო ტელემაყურებლებო რომ პირველი ჩვენი მონაწილე ვიხმო სტუდიაში და ეს გახლავთ ულამაზესი და უმშვენიერესი ნანა მაჩაიძე. ტაში დავაჯილდოთ და შევეგებოთ. გამარჯობა. გამარჯობა. როგორ გიგითხოთ ნანა? კარგად. შვიდობით და ჯამთელად ხო ხარ? კი, ძალიან ჯამრთელად. ძალიან ჯამთელად რას ნიშნავს? ნუ კარგად ვარ. თქვენ სპორტსმენი ხო ხართ? კი. კი. ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს, ხო იყავით აქ? კი, კი. ანუ გამოცდილება კარგი გაქვთ. კი, ნუ შეძლებს დაგვარად. შეავსეთ ჩვენი კი. ანკეტა. კი, შევავს. აგვიგითხეთ, შემოსაყვარელებო. ნინო, ნონა, ნანი. როგორ მოგმართოთ? რომელი ამ სამი? ნონა და ნანი სად არის ამ კლუბში? აქ ვარ. სამივე აქ არის. რატო ხარ ესეთი მორიდებული? სპორტსმენი რო არის იმახ. არ გინდა მორიდება. ფეხბურთელი მგონი ხო? არა, ფეხბურთელი არა. როცა და მანუჩარ მაჩაიძეების მეგობარი მომეცემა. ფეხბურთელი არის. რა სპორტს? ნუ ამჟამად ფიტნესით ვარ დაკავებული, მაგრამ ძალისმიერი სპორტია უფრო ჩემ პაუერლიფტინგი. და რა ქვია? ანუ სამჭიდი, ძალისმიერი. სამჭიდი. ძალიან კარგი. რაში დახარჯო მოგებულ ფულსა და ფილერში და ბოტოქსშიო. აჰა. მე თუ კითხვა არ გჭირდება ჯერ. არც ფილერი და არც ბოტოქსი. ნუ მაინც გინდათ, რამე არ გჭირდებათ. ნამდვილად არ ჭირდება. მაინც ხალხია. ბოტოქსი რომელია? ეთოჩებს რო იბერავენ ის არის ხო? ლალის უთხარი თქვენ. არა მარტო ტუჩებს. თუ საინტერესო კიდე წერია რამე. წაგკითხეთ თუ არა და დავიწყოთ. რაღაცა ერთი წინადადებით მოისყიდა წამყვანიო და ბატონო კობა, ჰაი ქალბატონო ლალიკოვო. ასე მოგისყიდა შენ. ანუ მალხაზი ხსენებაში არა ასა. ქალბატონო ნანა. დავიწყოთ. დავიწყოთ. ოს. ძალიან კარგი. თქვენ იმდენი ხანი არ ყოფილხართ ჩვენს გადაცემაში. მე მაინც უნდა შეგახსენოთ თქვენ წესს. კი, კი. სულ გაქვთ 5 წუთი. ეს 5 წუთი დანაწევრებულია თითოეულ წუთად. პირველ წუთში თუ გააცინებთ ჯიურის მოიგებთ 50 ლარს, მეორე წუთში 100 ლარს, მესამეში 200, მეოთხეში 400 და მეხუთეში 1000 ლარს. როცა გინდათ უფრო სწორედ, როცა გნებავთ, მაშინ დაანებეთ თამაშს თავი, თუ რაღაც კონკრეტულ თანხას მოიგებთ. და კიდე გვაქვს ზარდახშების თამაში. თუ კარგად ითამაშებთ 400 ლარამდე და გადაწყვეტთ იმას, რომ 1000 ითამაშოთ 1000 ლარზე და ჟიური არ გაგიცინებთ, მე შემიძლია ჩემი პრეროგატივაა, რომ შემოგთავაზოთ ზარდახშების თამაში, რომელშიც ერთში დევს 200 ლარი და მეორეში არაფერი. თუ გამოიცნობთ ფული რომელშიც არის, ის ფული თქვენი იქნება. ხო გასაგებია? კი. არაფერი სირთული ამაში არ კი, არის. არ არის. ჟიურის გადასარევ განწყობაზეა. მე ჩემი სიტყვას გითხარით, კეთილ განწყობილი ვარ თქვენდამი და როცა მეტყვი თუ შესავალი არ გნებავთ, მე შემიძლია დავიწყო. დავიწყოთ. დავიწყო. კი. მაშასე თამაშობს ნანა მაჩაიძე 1, 2 და 3. გუშინ ჩაინიკასგან SMS-ი მომივიდა ჟიურის ერთ-ერთი წევრი მერჩის დამცინის მაწვალებსო რამე მიშველეო მალხაზ ძვირფასო ხო არიცი კობას ვინ ერჩის ვის დაუბნელო სტუდია სახში ახალი სამზარეულო მომიტანეს ძველი დემონტაჟი ჩემი ხელებით გავაკეთე კობა ძვირფასო სახში რამის გამოცვლა ხომ არ გინდა ხო მართლა ნაგავი გარეთ არასოდეს გამაქვს ძალოსანი ვარ და პირდაპირ აივნიდან ვათავსებ ურნაში მახსოვს ბიჭმა პირველად სიყვარული რომ ამიხსნა მე მახსოვს და იმას არა ისე ჩემ კარგია დიდი მადლობა კარგია 50 ლარი მოიგეთ გილოცავთ ნანა მადლობა მე რჩევა მინდა გითხრა ცოტა ნელა წაიგითხეთ და რაღაც ხმა მაგა. კი. ნუ მარტო ნუ კითხულობთ ისე, რაღაცა მიეცით ცოტა თამაშის და იუმორის რაღაც მარცვლები. ვითომეტეს არა მაქვს. არ მეხერხება. არ გეხერხებათ? მე იმაზე კარგად კითხულობს, კარგად. შენიერია. მე იმაზე გამეცინა, ხო არაფერი გაქვს გამოსაცვლელი სახლში. ნანა, მე უნდა გკითხოთ მაინც, თქვენ აგძელებთ თუ არ აგძელებთ? ნუ გავაგრძელებ. გააგრძელებთ. ძალიან კარგი. მოემზადოს ჟიურის წევრები. თამაშობს ნანა მაჩაიძე ჯერჯერობით 100 ლარზე 1, 2 და
3. ძალოსან და კარატეს ქალზე ხუმრობები, რომელიც მამაკაცებს საყვარლად ემუქრება, ანუ ხუმრობები ჩემზე, რადგან მე ვარ ძალოს, არის კარატისტის და სხვა ძალისმიერი სპორტის მიმდევარიც. პოლიციელები უბანში პატივს მცემენ, არ მოდიან საერთოდ, არც ცალიათ ალბათ. ყველაზე მაგარი წინასწარმეტყველი ვარ. მე აი მაგალითად ზუსტად ვიცი ერთ წუთში რა მოუვა კობას, თუ ჩემ ხუმრობაზე არ გაიცინეთ. თურქეთში ძალიან კარგი. გილოცავ თქვენ მოიგეთ. ეს ხუმრობა მე ძალიან მომეწონა. მე ძალიან მომეწონა. ხშირად რო გაიმეოროთ ეს ძალიან კარგი იქნება. უფრო მეტად გესიამოვნებ. კობას ემუქრები. ნანა, თქვენ მოიგეთ 100 ლარი. ეს ფაქტიურად მუხარა იყო. გილოცავ. კი ბატონო. 100 ლარი მოიგეთ თქვენ. მე უნდა გკითხოთ, აგრძელებ თუ არა? კი, ვაგრძელებ. გააქვთ ხუმრობები, არ წააგო? კი, მაქვს, არა, არ წავაგე. ძალიან კარგი. მოემზადო ჟიური. თამაში არის 200 ლარზე, თამაშობს ნანა მაჩაიძე, 1, 2 და 3. რჩევა მამაკაცებს. როცა ცოლი კარატისტია, სიყვარული კი არა, სიცოცხლე უფრო უნდა შეინარჩუნოს. ესე იგი, სადაზღვევო კომპანიამ მამაკაცების დაზღვევის პოლისში ახალი პუნქტი შეიტანა ჩემგან დაზღვევა. უბნელმა გააცინე და მოიგეში ვნახა და მითხრა, ნაზიკო, აბა მეხუმრეო, რომელი ხელით მეთქი? მეგონა ცხოვრებაში არაფრის შემეშინდებოდა, მაგრამ ერთხელ საჩხერის ავადმყოფოში მოხვდი და ძალიან შეეშინდათ. შეეშინდათ. ხო მართლა თეზაობა და ნადირობა მიყვარს ძალიან. ოღონდ არც ანკესი მჭირდება და არც თოფი. ოხა ამ ხელებს ძალიან კარგი. ლალიკოს წასკდა სიცილი. წასკდა გადამარჩი. თქვენ მოიგეთ საიდან 200 ლარი. მე წარმოშობით რაჭველი ვარ. არ საჩხერეში ხო რა ვიცი რაღაცები მიმეწერა და ძალიან კარგი. შეეშინდათ, ხო? მოკლედ. შეეშინდათ. ჩემო მშვენიერო ნანა, თქვენ 200 ლარი მოიგეთ. დიახ. აღარ აგძელებ? არა. ხუმრობები არა გაქვს? შეგეშინდათ კობასი? მაქვს, მაგრამ ერთი კითხვა, კარატისტი ხარ ანუ ხო? ფაქტიურად. ეხლა ძალიან ბევრ კითხვებს დაგისვამთ ეს და მოусმინოთ რა კითხვებს დაგისვამთ არა, ძალიან ამის მერე საინტერესოა. ეგ არის. არა, როგორც სიძე, ისე შეუძლია დაუსვა. არა, ხო კარატისტი ხარ ფაქტიურად. ხო და ახლა სიტყვაზე ახლა წარმოვიდგინე მე წარმოვიდგინე. უბრალოდ ახლა მე რო შენ სიყვარული აგიხსნა სიტყვაზე. ხო, ბუნებრივია სიხარულისგან წას ეწევი შენ. იმიტომ რომ ამნაირი კაი ბიჭი რო სიყვარულს აგიხსნის და როგორ გამოხატავ ამ სიყვარულს? მე მგონია ალბათ როგორ რადგან კარატისტი ასე არის. არა, გავიცინებდი უბრალოდ. გაგეცინებოდა ხო ამ სიყვარულის აღსვლაზე? როგორ შეიძლება ძალადობა? არა, თქვენ იჭერეთ. თქვენ მით უმეტეს ისეთ სპორტში ხართ? არა, როგორ შეიძლება? ძალიან კარგი. არ შეიძლება. არ შეიძლება არავითარ ქალებს არ გიხდება. ძალადობა არ შეიძლება. კიდე გითხავთ. აღარ აგძელებ. არა. მაშინ ტაში დააჯილდოთ ეს ლამაზი ჯოყო. ტაში ნანას და მე მადლობ. გადავცემ მის კუთვნილ 200 ლარს. ინებეთ. მადლობა მობრძანებისთვის. ასევე დიდი მადლობა, წარმატებები გისურვებთ. კარგად ბრძანდებოდეთ. კარგად. კარგად იყავით. მადლობა. არ დაგვეკარგოთ, შემოგვიარეთ ხშირად. ძალიან კარგი გადაცემა გააცინეთ და მოიგე, მობრძანდით და მოიგეთ თქვენც.